გამარჯობათ, დღეს გვაქვს პრაქტიკული ნაწილის მე-11 ლექცია სამყაროს შემოქმედთან ერთიანობის პრაქტიკა. მომზადება, სუნთქვით დამშვიდება 1-2 წუთი. 7 წყნარი ადგილი იპოვეთ სახლშიან ბუნებაში, დაჯექით საზენის ან ლოტოსის პოზაში, ან კომფორტულად დაწექით ზურგზე. ზურგი სწორი გაქვთ, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით, ნელა ამოისუნთქეთ პირით, წარმოიდგინეთ, რომ დაძაბულობა ტოვებს მთელ თქვენს სხეულს. მოდუნდით. ენერგიის გამოღვიძება. შინაგანი სინათლე გრძელდება 2-3 წუთი. წარმოიდგინეთ გულის წინ ან თავზე მზის სინათლე, როგორც ენერგიის წყარო. ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ამ სინათლის ენერგია შემოდის თქვენში და ავსებს სხეულს, თავს, თქვენს გონებას, გულს და სულს. ამოსუნთქვისას წარმოსახვაში გამოდევნეთ ნებისმიერი სიბნელე, შფოთი, სტრესი, ნეგატივი. გაიმეორეთ ეს პროცესი სანამდე სრულ შვებას და თავისუფლებას არ იგრძნობთ. ტკბობის მდგომარეობაში უნდა მიხვიდეთ. ნეტარება უნდა შეიგრძნოთ. კავშირი შემოქმედთან, ინტუიცია და სულიერი ერთობა. გრძელდება 3-დან 4 წუთამდე. წარმოიდგინეთ, რომ სინათლე, რითიც სავსე ხართ, თქვენს გარშემო იღვრება, ვრცელდება და ერწყმის ერთიანდება სამყაროს შემოქმედის ენერგიასთან. წარმოიდგინეთ, რომ ყველა სული, ბუნება, ან მთლიანად გარშემო რაც კი რამე არსებობს და შენ ერთი ენერგიის ნაწილები ხართ. შეიგრძენით სამყაროსთან და მის შემოქმედთან ერთიანობა. შეიგრძენით კავშირი, სიმშვიდე და უსასრულო სიძლიერე. ვიბრაცია და სიყვარულის გაცემა 2-3 წუთი. წარმოიდგინეთ, რომ ეს სინათლის ენერგია სიყვარულად და მადლიერებად გარდაიქმნა. ენერგია ვრცელდება თქვენში და თქვენს გარშემო მთელ სამყაროში. იგრძენით, რომ ეხლა უკვე თქვენ იღებთ ენერგიას სამყაროსგან და ხდება თქვენსა და სამყაროს შორის ენერგიების გაცვლა. შემდგომ ეს ენერგიები ერთიანდება, ანუ ერთი ხდება და მოეშვით, მოდუნდით და ამ გაერთიანებულ მდგომარეობას მიეცით. შეიგრძენით შვება, სიმშვიდე, ბედნიერება, სიყვარული და ჰარმონია. მოდუნდით და მიენდეთ ამ მდგომარეობას, ცოტა ხანი დატკბით ნეტარებით. დაბრუნება საკუთარ თავში 1-2 წუთი. ნელ-ნელა დაბრუნდით თქვენს სხეულში, გაამოძრავეთ თითები ხელებსა და ფეხებში, განძრიეთ კიდურები, ტანი, კისერი, თავი შეარხიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვაზე თვალები გაახილეთ. თქვენში დარჩება სიმშვიდე, სულიერი სინათლე და კავშირი შემოქმედთან. ყოველ დღე ამ პრაქტიკის გაკეთება 10-15 წუთი საკმარისია სულიერი ჰარმონიისთვის. ეს პრაქტიკა ზრდის ინტუიციას, იძლევა ემოციურ სტაბილურობას, სულიერებას, გონიერებას და შინაგან სიმშვიდეს. ამით დაგემშვიდობებით დროებით.